მე შეხედრებით კონდა მოსახლეობასთან ზუგდიდი მისნობს ძალიან კარგად, ზუგდიდი კი არა სამეგრელოს რეგიონი წყინვალედ მისნობს, იმიტომ რომ ვარ სხვადასხვა რეგიონებში ნამუშევარი და მე მგონია რომ კარგი ავტორიტეტით სარგებლობ. ასე რომ ცუდი არაფერი არ გამეკეთებია ზუგდიდელისთვის კი არა ცხოვრებაში არავისთვის მოქალაქეებრივ მოქალაქეს. რა საკეთებთ იმისთვის რომ ამ წინა საარჩევნო პერიოდში უკეთ გაგიცნონ მოქალაქეებმა? მე მოქალაქეებმა რო გაგიცნონ ლეიბორისტული პარტიის კანდიდატს აქვს თავისი პროგრამა. და როცა საზოგადოებას ხვდები გამომდინარე იქიდან ვამჩნევ რომ არის დიდი პრობლემები. ძალიან დიდი პრობლემია დღეს ზუგდიდს უჭირს მარტო ზუგდიდს კი არა, მთელ საქართველოს უჭირს. ჩვენთვის მიუწვდომელია და პური რო იყიდოთ მოსაკვამს. ძირითადად არის უმუშევრობა განსაკუთრებით. მეორე არის მედიცინა და გადაგაყოლოს რამდენი საავადმყოფოები გავაშენეთ, რამდენიას გავაშენეთ, 8 წლის განმავლობაში 5600 კილომეტრი გზა გავაკეთოთ. მე მიგირს რატომ უნდა დააპეტროს სახელმწიფო მოსახლეობას ინფრასტრუქტურა, ვალდებულია რომ ინფრასტრუქტურა სახელმწიფო უნდა მოაგვაროს. ჩვენთვის მაგალითად მოსახლეობისთვის მედიცინა არის მიუწვდომელი, ექიმი არის მიუწვდომელი, გაიზახიან რომ გახდება როდის 8 წლის განმავლობაში უნდა იფიქრო ადამიანმა განადგურდა სოფლის მეურნეობა. ქვეყანაში სადაც სოფლის მეურნეობა არ არსებობს და აღორძინებული არ არის, ეს ქვეყანა ვერ მიაღწევს წარმატებას. აფიჩა გეკითხებით, შეძლებს ლეიბორისტული პარტია ყოველივე იმის გამოსწორებას, რაც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ. ლეიბორისტული პარტია თუ მოვიდა, მე ღრმადა ვარ დარწმუნებული, ახლა ყველა ადამიანი არის დარწმუნებული თავის იდეოლოგიაში. მე იმას ლაპარაკობ, რომ ჩვენ თუ მოვედით პარტიაში, ლეიბორისტული პარტია, მე ღრმადა ვარ იმაში დარწმუნებული ვარ, მედიცინა იქნება უფასო. თუ ვინმე სურვილია კი ბატონო გააკეთოს კერძო საავადმყოფო და არავინ არ აწნამდეგი უფასო იქნება სკოლას თუ ვინმე სურვილი ექნება გააკეთოს კერძო სკოლა და იქაც ისწავლოს ხო არიან ახლა არ ჩამოვთით თუ არა ჩვენი ჩინოვნიკებს თავიანთი შვილების გულისთვის ამერიკაში ეტიან 25 და 30000 დოლარს თუ აქ ჩვენი რეფორმები ეს განათლების რეფორმა არისო სასწაულიო და არაჩვეულებრივიო მაშინ თუ რეფორმა ასეთი არის მივიდნენ აგერარია თქვენ თუკიდან დაგაინტერესებთ საწვი ხო იცით საწვის სასწავლო სკოლაში მქონდა მე იქ შეხედრა ხო და დამაინტერესებდი რამდენობა რა სკოლაში მეტი შევედი პირველი სართული ახალი გარემონტებული იყო ნუ შეღებილი და ის და მეორე სართულში იქ საერთოდ არის თუ და იქ ნორმალური მდგომარეობა არ არის და ეხლა მე ყველა სკოლა არ დამithვალიერებია ზუგდიდის და ალბათ ანალოგიური მდგომარეობა იქნება სხვაგან ეს წინახედის შეღება და სილამაზე არაფერს არ შველის თქვენ გამოასწორებთ ამ ყოველივეს ამას ჩვენ ყოველივეს გამოვასწორებთ დენის ტარიფის რომ ამაზე თქვენ კარგად მოგახსენებათ ბატონი შალვა რამდენჯერ გამოვიდა და რამდენი რედ მე დენსის რომ მიუგებს კიდო ნაგავი და ამით მილიარდებს იგებენ ესენი ხო და ამის გამოსწორება ჩვენ შევძლებთ თუ არ გამოვასწორებთ ნებისმიერი ადამიანი მაშინ დეპუტატის გამოწვევის უფლება უნდა იყოს დეპუტატის გამოწვევის რომელიც დეპუტატს რო აირჩევენ ზუგდიდში კი არა მარტო საქართველოში ყველგან დეპუტატს არჩევენ დეპუტატი მერე სანტიტარის საძებარი სანტიტარის საძებარი რა დეპუტატი უნდა იყოს ხალხის გვერდი და ხალხის გასაჭირი უნდა მიქონდეს იქ და იმაზე უნდა ლაპარაკობდეს თუ არა თავისი პირადი ცხოვრების მოწყობა ყველა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავარი ის არის რომ ადამიანმა სხვისი გასაჭირი ახლოს მიიტანეს შენ იმიტომ გირჩევ საზოგადოება რომ დეპუტატი ხარ ხალხის გულის ხალხს უნდა ემსახურო და არა ხალხი უნდა ემსახურებდეს დეპუტატს და ამ და სახელმწიფო чиновникებს აი ზუსტად მაჟორიტარ დეპუტატებზე საუბრობთ ახლა და როგორ ფიქრობთ ბატონმა შალვამ და ლეიბორისტულმა პარტიამ თქვენ რატომ წარგადგინეთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზუგდიდში რა კრიტერიუმებით ხართ თქვენ შერჩეული მე იმ კრიტერიუმებით ვარ შერჩეული და ლეიბორისტებმა იმ შემორჩიეს რომ ჩემი მოღვაწეობის პერიოდში საერთოდ მიმუშავია წესიერად საერთოდ ვარ პატიოსანი კაცება ყველა არის ის რომ პატიოსნეობა ვარ სინამდვილე ჩემი მოღვაწეობის პერიოდში მე სადაც მუშაობდი კადენცია ნორმალურად სადაც უკვე მივხვდი რომ არ გედა მუშაობა დავწერე განცხადება და წამოვედი იმიტომ რომ ზოგიერთ არ გვინდა იქეთ გაგზელება ამაზე და გასაგები თქვენ ოფისი გაქვთ ქალაქის ცენტრში თქვა არა ოფისი ჩვენ არ აქვს ოფისი არ აქვს იმიტომ რომ პარტიას არ აქვს ხელისუფლების
იმის სახსრების რესურსი არ არის და მუნიციპალიტეტი ვალდებულია საერთოდ ვინც ბარიერს გადალახავს იმ პარტიას კონდეს ოფისი უნდა გამოუყოს ოთახი, ერთი ოთახი მაინც. და აი ასე წვალოთ ხან აქ ვართ, ხან იქ ვართ, და ასეთი მდგომარეობაში ვართ. თქვენი გუნდი ადგილზე ვინ არის, თქვათ, რამდენი ადამიანი მუშაობთ თუ გაქვთ შეხვედრები სოფლებში და რამდენი ადამიანი? კი ბატონო, ჩვენთან არის, მე მყავს მენეჯმენტი, მყავს იურიდიული სამსახურის უფროსი, საზოგადო ურთიერთობების თავმჯდომარე, ახალგაზრდული ღვთის წარმომადგენელი, თავმჯდომარე და ვართ ერთი 7 კაცი გუნდი, რომელსაც სუგდიდში მეყავს პარტიის. ქონდათ მოქალაქეებთან შეხვედრები? კი ბატონო, ქონდა შეხვედრები. რომელ სოფლებში ქონდათ დაახლოებით რამდენი შეხვედრა? მე გეუბნები სადა ანაკლიაში ქონდა, კოშკში ქონდა, ორსანტიაში ქონდა, აბასტუმანში ქონდა, ცაცხვში ქონდა, ცაიში ქონდა, ჭითაწყარში ქონდა და ჩამიშალა კი არა, უბრალოდ ეს რო გამოქვეყნდა ეს სასწავლი მდგომარეობა, ჩვენ ცოტა გვიან ჩავედეთ საარჩევნო იმაში და მე შევაჩერეთ რა ისეთი არდახული ის ნახეთ იქიდან გამომდინარე ახლა მოსახლეობას როგორ უნდა მიყიდე და როგორ უნდა ელაპარაკო ისეთი საზიზროები ეს ამას გულის ამაჩუქებელი ამბავი ეს საზიზროება რაღაცა და კი დააჩვენებენ ამას. ახლა რა შეეხება თქვენს ოპონენტებს, პოლიტიკურ ოპონენტებს, ვინც არიან ზუგდიდში სხვა მაჟორიტარებს გულისხმობ. საუბარია ხშირად და მთავარ კონკურენტებად განიხილავენ ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატებს. კი ბატონო, ალასანიას და ახალაიას. კი ბატონო. თქვენ როგორ აფასებთ თქვენს კანდიდატურას მათ გვერდით? და კონკურენციას როგორ აფასებთ ზოგადად? მე ჩემს კონკურენციას ვაფასებ, იმიტომ მე არავის არ ვეჯიბრები ამაში და მე ჩემი შეხედულება და ჩემი საქმე მაქვს და ყველას ალასანიასაც ვისწავლ ძალიან კარგად. ახალაიასაც ვისწავლ ძალიან კარგად და მე საერთოდ მაგათ ოპონენტად არ ვთვლი. ჩემი ოპონენტი არის ხალხი. ხალხს უნდა გაუგება და ხალხს უნდა გამიგოს და ხალხს უნდა გადაწყვეტოს ახალაიას არჩევენ იმას ალასანიას თუ ჩარკვიანს თუ ნებისმიერ სხვას ეს არის ხალხზე დამოკიდებული. ოპონენტი ჩვენ არ ვთვლით და ჩვენ ყველა სუდიდელები ვართ და ერთმანეთს უნდა პატივცეთ და ერთმანეთის დაბეზრება მე მგონია არ არის. თქვენი პარტიის ლიდერი შალვა თელაშვილი ხშირად ამბობს, რომ ლეიბორისტული პარტია რეალური ოპოზიციური და ერთადერთი ოპოზიციური პარტია საქართველოში. მე ამაში რა ვარ დარწმუნებული, არის ხმები დადეს რაღაცები, რომ იმასთან არიან შეკრულები, ამასთან არიან შეკრულები, ჩვენ რო შეკრულები იყოს, შალვა იმასთან შეკრული იყოს, მაშინ აი დაფინანსებას არ აქვს ხალხს. შეკრულ კაც ვიღაცა აფინანსებს და შალვა მე მადავარ დარწმუნებული და ბევრი არიან ისეთების პოლიტიკაში რომ შალვა ერთ-ერთი გამორჩეული კაცი არის რომელიც არავისთან არ არის არ შეკრული არც არა ის რომ მე რო ვიყო იმაში დარწმუნებული შეკრულია და ის რომ თავის თავს კი არა ერს რო ღალატობს და თავის კონკრეტს რო ღალატებს მე მაგის გვერდით არ დავდგები ნამდვილად. ანუ რეალური ოპოზიცია ვართო ჩვენო ახლა რას ნიშნავს სხვა ოპოზიცია არ არის რეალური? არა სხვა ოპოზიციები არ არიან როგორ არ არიან ოპოზიციები ეს არიან ქარისმული ოპოზიციები და მე არ დავასახელებ ამ ოპოზიციებს და ეს თქვენ კარგად იცით ვინც არის. ანუ ყველა არ არის. ყველა არა როგორ შეიძლება ყველა იყოს ოპოზიცია რომ ძალიან ბევრი ისაა ჩვენ პოლიტიკოსები ძალიან კარგი მაგრამ ძალიან ბევრი არის რომელიც დღევანდელ იმას ხარს უჭერს და თქვენ კარგად მოგასწრებთ წინა არჩევნებში ვინ გაუправა პრეზიდენტს ეს რომ დააკონკრეტოთ შეგიძლია? დავაკონკრეტებ რა დასამალია პირველ რიგში ქრისტიან-დემოკრატები. ქრისტიან-დემოკრატები. პირველ რიგში ქრისტიან-დემოკრატები. სხვა არა დასამალია. ანუ თქვენ თვლით მე აბატონო ეხლა კიდევ ზენამრავა მეყონა ხიდაშები და ესენი რესპუბლიკელები რო არიან ესენი ეს ხალხი იყო მაშინ და ეხლა ესენი გამოვარდნენ ეხლა ის პარტიაა პატრონები არიან იმის გვერდით და შეიძლება კაცმა შეცდომა დაუშვა და შეიძლება გამოასწოროს ეს არ არის დანაშაული. თქვენი მთავარი პრიორიტეტი საარჩევნო დაპირებარი ერთ-ერთი განათლება, ხო? დიახ. და სხვა პრიორიტეტებიც რო ჩამოგვითვალოთ. განათლება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა,
ხეთყე რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და ჩინელებს მიყიდეს მიწები რომელიც განადგურებული აგერ შორს არ წავდით იტალიები ხო იცით აგერ წეთაწყარში მიბრძანდით და იტალიებს როგორ შეიძლება ჩვენი ხალხი უმუშევარია და უსაქმებელია და ჩვენ ცრემიწიანი ვართ საქართველოს და როგორ შეიძლება ბურებსა და იმათ კონდეთ და ჩინელებს კონდეთ ტყე სოფლის მეურნეობას როგორ განავითარებთ თქვენ? სოფლის მეურნეობა განვითარებული იყო სონიურთმოდობაში უნდა ჩაიდოს ფული 8 მილიარდიანი ბიუჯეტი გადა 8 მილიარდიან ბიუჯეტში 1 და 2 მილიარდი რო ჩადონდა სოფლის მეურნეობა რო აღოძებდა და დასაგდეს კი სოფლის მეურნეობა რა თქმა უნდა წამგებიანია მაგრამ ჩაი ჩვენთან იყო ჩაი ძირითადში და სიმინდის კულტურა და ციტრუსი ხაზეთი და აჭარა და ეს მე ყველა რეგიონში და მეცხოველეობა იყო განვითარებული კი წამგებიანი იყო მაგრამ ხალხი იყო დასაქმებული პოლიტიკური პარტიების ნაწილმა დიდი შეკრებები გამართეს ზუგდიდში თქვა გუში ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა გუში წინ ქართულ ოცნებას ჰქონდა რაც შეეხება ქრისტიან დემოკრატებსაც ჰქონდა დროხის ციხეში ანუ ლეიბორისტულ პარტიას მსგავსი დიდი შეკრება არ ჰქონია რატომ არ თვლით საჭიროდ მე როგორც დეპუტატობის კანდიდატი მე არ თვლის საჭიროდ რომ მოჩვენებითი თავშეღრა რო იყო მოჩვენებითი რას გულისხმობთ ამაში ამაში რომ თბილისიდან კაცი რო ჩამოიყვანო ზუგდიდში და კახეთიდან კაცი რო ჩამოიყვანო და აქ ზუგდიდში იქიდან 40000 კაცი რომ მე ხონდა აქედან რაღაც წედა შეხედა ჩაიშალა ამათი ის უნდა ეს ის დღე იყო იცით რომელი დღე ანაკლიაში ლაზიკა უნდა გაეხსნა ხო და იქით რომ მივდიოდი სენაკში მივდიოდი დედამყავდა ცუდად ხო და იქით სენაკში რომ მივდიოდი აქიდან ცაიშის ის რო არის ეგ ფედაის ხო იცით ის რო გრუნდება ტაქსი აი იქ დაახლოებით 50 ისა იდგა ავტობუსი 40-ზე მეტი იქნებოდა მარშრუტკა იქით რო გავაგზელე მოდიოდა მანქანა ბათუმი ახალციხე რა ვიცი სადაც ეწერა მოდიოდა წარმოიდგენ სანამ სენაკადი არ ჩავედი მე ჩავედი სენაკში და კედო კოლონა მოდიოდა ზუგდიდისკენ რაში მჭირდება ზუგდიდში ჩვენ ამდენი ამომრჩეველი არ აღვავს ვის ატყუებენ ესენი ვის ატყუებენ ყველა ზუგდიდელმა იცის ზუგდიდში რამდენი ამომრჩეველია მე მივართავ ჩემს ამომრჩეველს ჩემს ზუგდიდელს იყო მშვიდად წყნარად ნოაკვებიან პანიკას და ყველამ ერთად ერთმანეთის გვერდით დავდგეთ და მშვიდად ჩავატაროთ ეს არჩევნები და ვისაც მიცემენ ხმას ეს თავიანთი ნებაა უსურვებ ჯანმრთელობას ბედნიერობას თხელზელობას და გამთირანებულ საქართველოში ცხოვრებას ძალიან დიდი მადლობა